ათილგანი და ილიას იავუზი. ძველი საიდუმლო. ყველაფერს მოვაგვარებთ, საბუთებს და ანკეტას თავად შევავსებ. მადლობთ. თუ რამე დაგჭირდება, შემეხმიანეთ. ძალიან ახალგაზრდა იყო. წინ ბევრი წარმატება ელოდა. ძალიან მწუხვარ. წასვლის ნება არ უნდა მიგვეცა. საიდან უნდა გცოდნოდა, რომ ეს ტრაგედია მოხდებოდა? მართალი ხართ. მაგრამ მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. როგორი კეთილი და სანდომიანი იყო. მისი ხმა ახლაც ჩამესმის. ცოცხალი რომ იყოს დღეს სასამართლო გაიმართებოდა. მართალია ზეინები ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ მის მდგომარეობაში უამრავი ქალია. მათ ჩვენგან შველა სჭირდებათ. დახმარების ხელი უნდა გაუწოდოთ. წავიდეთ გავისეირნოთ. რამე მივირთვათ. თან ცოტა დამშვიდდებით. კარგი. ხომშვიდობა? საით გაგიწევიეთ? ქალბატონი ესმა მოწყენილია. გადავწყვიტე საჭმელად გავიდეთ და სევდა გავუქარვა. მეც მოწყენილი ვარ, მაგრამ გარეთ საჭმელად არავინ მეპატიჟება. თუ გსურს შეგიძლია შემოგვიერთდე. ძალიან მინდა. ჩანთას ავიღებ და ახლავე დავბრუნდები. ერთი ძალიან კარგი ადგილი ვიცი, იქ წავიდეთ. შენი სიყვარულის სიძლიერე უკვე დავამტკიცა. ცოტა ხნის წინ ტიროდი შევრიგდეთო. და უკვე სხვასთან ხარ. დიდარმა გოგომ ყველაფერი დაგავიწყა. არადა მეუბნებოდი ფული მნიშვნელოვანი არ არისო. როგორი მატყუარა ყოფილხარ. შეიძლება მასთან ურთიერთობა ჩემთან დაშორებამდეც დაიწყე. რა თქმა უნდა, როცა მდიდარ ადამიანთან ხარ, ცხოვრება უფრო მარტივდება. რა მოხდა ჩეთინ? ხომ გიყვარდი? შენი სიყვარული არც ისეთი ხანგრძლივი ყოფილა. დემეთ? ოჯახთან წასვლის ნება ერთობლივად დავხდეთ. ბატონი ოსმანი ასე გაბრაზებული რომ დავინახე, ვიფიქრე ზეინებს იმ კაცს აღარ გააკარებს მეთქი. მაგრამ შევწდი. ის გოგო მოკვდა. უკვე ვეღარ გააცოცხლებთ. ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. რა უნდა ქნათ? დროს ხომ ვერ დააბრუნებთ უკან? თავს ნუიდან აშაულებთ. მინდა თავი უკეთ იგრძნოთ. ეს სიტყვები ამიტომ ვთქვი. მართალი ხარ, მაგრამ ემოციებს ვერაფერს ვუხერხებთ. გვაცადე რომ ვიდარდოთ. მოვინანიოთ და მეორედ მსგავსი შეცდომა აღარ დავუშვათ. ეს მას როგორი აღფრთოვანებული თვალებით უყურებს. კიდევ კარგი რომ ცოტა დარჩა. რამდენიმე კვირაში თავიდან მოვიშორებ. შენგან გავთავისუფლდები ესმა. გმადლობ. რა ამბებია? პასუხები მოვიდა? ჯერ არა. წესით ერთ კვირაში პასუხი უნდა მოვიდეს. ვინ იცის რა მოხდება? ამით რისი თქმა გინდა ძმაო? არ გწვენია? კარგი, კარგი. ხომ იცი რომ არ მინდა წახვიდე. ჩეთინ. ასე არა აბებია. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უარყოფითი პასუხიც მოსალოდნელია. გეყოფა ძმაო, როგორ იქცევი? რამდენჯერ უნდა აგიხსნა რომ სასწავლებლად ინგლისში წასვლა მართლა მინდა. გემრიელი ყავა რომ ჩამოვიტანეთ, ის მოგიმზადე. მიირთვი. კარგად მოგცეულ ხარ. მიირთვი ბიძოლა. უღრმესი მადლობა. შეგერგოს. ჩეთინ. შენს დას ბოდიში მოუხადე. ბებია მართალს გეუბნება ჩეთინ. ასეთი საქციელი შეგეფერება?
თურგუთ, კეთილი იყოს შენი მოსვლა. რა გეგმა გაქვთ? რა განიზრახეთ? შენ და დედამ რა ჩაიფიქრეთ? ჩინარი სად არის? ზუჰალ ჩადენილი ცოდვები საკმარისი არ იყო? მაინც გავიგებ რა ჩაიფიქრეთ. თურგუთ, კარგად ხარ? არაფერს იტყვი შვილო? არა დედა. სათქმელი არაფერი მაქვს. არ ვიცი რა უნდა გითხრათ. ან როგორ სიტყვებს იმსახურებთ. სეჰერ, წინასწარ ხომ გითხარი წავა მეთქი. გაგაფრთხილე. ფულიც აიღო, აქ რა გააჩერებდა? უსინდისოდ წერილის დაწერაც რომ გაბედა, როგორ არ შერცხვა. ვიცი რომ ყველაფერზე აწამსვლელი, მაგრამ ასეთ უსინდისობას არ ველოდი. თავი ხელში აიყვანე შვილო. დამშვიდდი. იმ ქალის გამო ასე ნერვიულობა ღირს? 20 წლის მანძილზე ჩინარი სად იყო? ჩვენ ყოველთვის შენ გვერდით ვიყავით შვილო. მომავალშიც ვიქნებით. მიდი, ცრემლები მოიწმინდე. გთხოვ, აღარ იდირო. მიგვატოვე და წახვედი. ისევ გვიღალატე. ისევ გაქრობა გადაწყვიტე. ყველაფერი კარგად იქნებოდა დედა. ასე რატომ მოიქეცი? რატომ? რატომ დედა? რატომ? ახლა წამალს დაგალევინებ ჩემო კარგო. მერე დაიძინე. მოდი. ასე. დედა Seher. Deda. Yapma Çınar. Amaz noizam Çınar. Asya annesi. Moklავს. შვილებს ნუ მიუახლოვდები. არ წახვიდე ჩინარ. დედა თავს არ დაგანებებს. სიცოცხლეს გამოგასალმებს. ჩინარ არ წახვიდე. მომისმინე. ჩინარ. Seher. შვილო. Asla არასდროს მიგატოვებთ. ayıramayacaklar. ვერ დაგოშორებენ. დედა. ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი. Seher. Seher, Bir daha ისევ როგორ უნდა ინდო. parayı bulunca როცა მოესურვება თვალს არ დაახამხამებს და მიგატოვებს. ამდენს ვერ ხვდები? onu bir kez daha გგონია მომავალში აღარ წავა? annene nasıl güveneceksin? Bir daha seni terk et. რატომ არ მისმენ შვილო?
გამიშვი. ხომ ხედავ რომ ბრუნდება. აღარასდროს მიგვატოვებს. ზეჰერ. ძალიან უგულუბრყვილო ხარ. დედა შენმა ორივე მოგვატყუა. გაგვაცურა. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ფულია. არა, ცრუობ. შენი და ძმა არასდროს მიიღებს. გონია მამის მკვლელ დედას აპატიებენ? შენი ოცნებები რეალობა და არასოდეს იქცევა. აპატიებენ. მის ნამდვილ სახეს და კეთილ გულს დაინახავენ. ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. ზეჰერ, ჩემო პირველო სიხარულო. არ დანებდე, ძალიან გთხოვ. ყველა სირთულეს გადავლახავთ. ხელს ნუ ჩაიქნებ, შვილო. იბრძოლე. მოვდივარ, დედა. ხელს ვერავინ შემიშლის. არასდროს მიგატოვებთ. ერთმანეთს მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვეშორებს. დედა! ვერჩენ. და ვერც ვერავინ. ვერანაირი ძალა ვერ შემაჩერებს. შვილებს ვერ დამაშორებ. ხომ გითხარე ბავშვებს თავი დაანებე მეთქი. თორემ შენ სიკვდილად ვიქცევი. შვილი უკვე წამართვი. მაგრამ ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემს შვილიშვილებს არ მიგაკარებ. ბები, ამას ნოიზამ. ზეჰერ. დედა. დედა. ზეჰერ. ზეჰერთან უნდა წავიდე. შვილო. რა მოხდა? რა დაგემართა? ჩემ შვილთან უნდა წავიდე. დამელოდე შვილო. დამელოდე ძვირფასო. მალე მოვალ. შენთან დავბრუნდები. მოვალ შვილო. ღმერთო გთხოვ, დაიფარე. არ მინდა რომ რამე მოუვიდეს. რატომ ტირი დედა? ცუდი სიზმარი ნახე? კოშმარი იყო? ახლა კარგად ვარ შვილო. ცუდი სიზმარი ვნახე. არი დარდა, ნუ გეშინია. მე და ფისო შენთან დავრჩებით. მოდი, დაწეკით. არ შეგეშინდეს, დედა.
შენთან ვარ და არასდროს მინკატოვებ. ჩემთან ერთად ლამას სიზმრებს ნახავ. შეიძლება დედა აიშეც დაბრუნდეს. ღმერთს მაქნას შვილო. ღმერთს მაქნას დაბრუნდეს და ისევ ჩაგვეხუტას. ღმერთო, გთხოვ, დედა ჯანმრთელი დამიბრუნე. მუშაობა არ დავაწყებინე. თურგოთ. ასე იმიტომ კი არ მოვქცეულვართ, რომ ერთჯუმენტი გვიყვარს. სეჰერის და ბავშვის ხათრით გთხოვეთ, რომ დაგესაქმებინა. ცუდია რომ დავეხმარეთ. დილა საღამოს შენზე უნდა ილოცოს ბიძია. შენ რომ არა, არავინ დაასაქმებდა. მანქანის გასაღები ვიპოვე. კომოდის თავზე იდო, სხვა ნივთებთან ერთად. მადლობ ფიდან. ოისვენე, ნუ მაწუხებ. შვიდად ისაუზმე. ჩეთო ეს რა არის? საათი შეიძინე? აშკარად ძვირად ღირებული ორიგინალია. ჩემ სკოლაში ვინმეს ხომ არ დაუვარდა და ჩუმა დაიღე. ქორდობას მავრალებ? რა გაყვირებს? საკამათო რა გაქვთ? ბები არ გესმის? ქორდობას მავრალებს. შვიდად როგორ უნდა უპასუხო? ციოს მწამებს ბები, ამას როგორ ვიკადრებდი? ქორდობა არ დამიბრალებია, უბრალოდ კითხეს სად იყიდე მეთქი. რაც იყო, დამშვიდდით. ვიღაც მამაკაცი გკითხულობთ. ფერჰათი ჰქვია. ფერჰათი ვინ არის ბებია? წინა კვირას იყო მოსული. ბაღის საქმეებს აგვარებს. ჩემი წასვლის დროა. არ მინდა თათბირზე დამაგვიანდეს. შეგერგოთ. გმადლობ. კარგი დღე. კარგ დღეს გესურვებ, მამა. დილამშვიდობისა, ქალბატონო. გამომყევი. ვინმემ დაგინახა აქ რომ მოხვედი. არი დარდოთ ქალბატონო. შეუმჩნევლად მოვედი. სპეციალურად მოვერიდე ცენტრალურ ქუჩებს. ვფრთხილობდი. ყოჩახ. არ მინდა იმ ქალის გამო გაუთვალისწინებელი პრობლემა შეგვექმნას. მაგაზე არ ინერვიულოთ ქალბატონო. იმ ქალის კვალს ვეღარავინ იპოვის. დარწმუნებული იყავით. ახლა კარგად და ყურადღებით მომისმინე. მეტავ იმ კაცს ასე ჩუმჩუმად რას ელაპარაკება. მებაღეს საერთოდ არ გავს. აშკარად რაღაცას ხლართავენ, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვევა. იცოდე არ დაგავიწყდეს. იქ რომ ჩახვალ, ბატონი ზიაბი იკითხე. ძველი მეგობარია, ჩემგან მოკითხვა გადაეცი. დანარჩენს თვითონ მიხედავს. კარგი ქალბატონო, როგორც მიბრძანებთ. გამომართვი. ცოტა ხანს გეყოფა. აქ ფული თვითმფრინავის ბილეთი და ახალი ტელეფონია. ახლა მთავარია ქალაქის სასწრაფოდ დატოვა. როგორც ჩანს, საქმეში ეს კაციცაა გარეული. ალბათ დედას ეხმარება. სხვა შემთხვევაში მასთან საიდუმლოდ სალაპარაკო რა უნდა კონდეს. ჩემთვის თვალის ახვევასაც ცდილობენ, მაგრამ ვეღარ მომატყუებენ. მალე ყველაფერს გავიგებ. იმედი მაქვს ჩინარი ცოცხალია და უნებელს დავაბრუნებ. თქვენი ბრძანების შესრულება ჩემთვის დიდი პატივი იყო. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობით კმაყოფილი ხართ. გზა დამილოცეთ. გზა მშვიდობისა. ყველაფერი კარგად იქნება.
მადლობთ. იმედია სხვა დროს ასეთი ბინძური საქმეების მოგვარების საჭიროება არ გვექნება. ან მე ბაღედ ისევ მოგიხმობ. კარგი ქალბატონო, სიამოვნებით დავბრუნდები. მიდი, დროა გზას დაადგე. მშვიდობით. ახლა გავარკვიოთ რა ხდება. და ეს ფერჰათი ვინ არის? ბინძური საქმე იყო, მაგრამ ღირდა. ჩემი ცხოვრება შეიცვლება. ამ ფულით მეფესავით ვიცხოვრებ. რა დროს დარეკვა? ჩანდაბა. ისმენ, ადნან? იმედია კარგ ამბავს შემატყობინებ. არ ვიცი ეს კარგი ამბავია თუ ცუდი. თვითონ გადაწყვიტე. რატომ? რა აღმოაჩინე? ბევრი ვერაფერი. ამ ერთი კვირის მანძილზე ჩინარ ფოირაზის სახელით გერმანიაში არავინ გამგზავრებულა. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ვარ. რამდენჯერმე გადავამოწმე. ტურისტულ სააგენტოებშიც დავრეკე. აეროპორტის ბაზაშიც არ ფიქსირდება. აშკარად რაღაც გაუგებრობაა. არ გამგზავრებულა. კარგი, ორმესი მადლობა. ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ. რას ამბობ? მადლობა და არ ღირს. ასეც ვიცოდი. ყველაფერს გავარკვევ. ამჯერად რა ჩაიფიქრეთ? ჩინარს რა უკენით? ბრმა ხარ მეგობარო, წინ გაიხედე. ღმერთო ჩემო. რა მოგივიდა ძმაო, რამე დაგიშავე? ჩინარი სად არის? იმ ქალს რა უკენით? ჩინარი ვინ არის, არ ვიცი. რაღაც გაუგებრობაა. მე არაფერი ვიცი, გამიშვი, გთხოვ. ჩინარი სად არის მეთქი? მითხარი. თორემ მოგკლავ. ძმაო, არაფერი ვიცი. გთხოვ, გამიშვი. ხელი გამიშვი. გთხოვ ძმაო, არაფერი ვიცი. წამოდი. სანამ არ მეტყვი თავს არ დაგანებებ. ნახოთ სადამდე გაუძლებ. შედი. მიდი მეთქი. აქვე გაგაფრთხობინებ სოლს. გაიღვიძე შვილო. როგორ ხარ? თუ ცოტა შეჭამდა წამალსაც დალევ, 2 დღე დაგჭირდება რომ ფეხზე წამოდგე. წამოყევი. აბა. ახლავე მითხარი რა უკენი. ისიც კი არ ვიცი რაზე მილაპარაკები. წარმოდგენა არ მაქვს. შენი არ მჯერა. არ მჯერა მეთქი. არ მჯერა. მოდი აქ. დედა ჩემთან ერთად რა ინტრიგებს ხვართავ. ახლავე მითხარი იმ ქალს რა უკენით. მითხარი თორემ ისექცემ, ფეხზე ვეღარ წამოდგები. ილაპარაკე. დამინდე ძმაო. ქალბატონს ბაღჩაში ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მეც დავეხმარე. სხვა არაფერი ვიცი. წესიერად მიპასუხე. ნუ მატყუებ, ნუ ცრუობ. მოდი აქ. რატომ მიტყუები? შენი არ მჯერა. არ მჯერა მეთქი. ფერჰად.
მოთმინებას ნომაკარგვინებ. ეს ფული და ბილეთი რით დაიმსახურე. დედამ რატომ გადაგიხადა? კარგი, გეტყვი. მეძებე. დევარი რომ ჩამოიშორო. ქვეყნიდან უნდა გავიქცე. დედა თქვენი გამგზავრებაში დამეხმარა. ბილეთი და ფული მომცა. ესე იგი მოგდევენ, არა? ისოდე ყველას დავასწრებ და აქვე მოკლავ. რა სიტყვი? ბოლოჯერ გეკითხები, ჩინარი სად არის? თხოვ და მინდე. რომ გითხარი, არაფერი ვიცი. არიცი არა? ერთი მიზეზიც არ მაქვს, რომ ცოცხალი დაგტოვა. ახლავე მოკლავ და ვერავინ გიპოვის. ამჯერად ჰაერში გავისროლე, მაგრამ მომდევნო ტყვია შენს თავში გაივლის. ისევ გინდა რომ გაჯიუტდე. კარგი ბატონო. კარგი. კარგი, ყველაფერს გეტყვი. წინა დღეებში შენთვის კაბა ვიყიდე. შეხედე. ცოტა შეჭამე და მერე გამოვიცვალოთ. კარგი შვილო. ჩემ შვილს უნდა დავურეკო. ჩემი გოგო მელოდება. დავურეკოთ. მაგრამ ჯერ ამეჭამე. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerin